ყველას მოგესალმებით, ფეხბურთის მოყვარულებო, ვინც ახლა შემოგიერთით. ეს არის რიგით უკვე მეოთხე შეხვედრა ბეთლავი მასტერ კაპის, რომელიც იმართება კრისტალბეტსა და აპტოს შორის. ლურჯ ფორმაში წარმოდგენილი იქნება კრისტალბეთი, ხოლო თეთრ ფორმაში წარმოდგენილი იქნება აპტოსი. დღეს უკვე ვიხილეთ საკმაოდ დაძაბული შეხვედრები, ასევე რამოდენიმე გამოდგა ლაღი და უხგოლიანი. მაგალითად ბოლო შეხვედრა, სადაც თბილისის მერიამ ფასანაური ანგარიშით 4-9 დაამარცხა. ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ანონიმუსი ანგარიშით 5-1 დაამარცხა. არესსა და კოსმოს შორის შედგა საკმაოდ დაძაბული ბრძოლა, რომელიც დასრულდა არესის გამარჯვებით ანგარიშით 5-3. ველოდებით ბოლო წვილში თუ რა გადაწყდება კრისტალბეტსა და აპტოს შორის. ნახოთ როგორ აისახა ფინალის წაგება აპტოსზე. შეგახსენებთ თბილისის მერიის თასის ფინალში ავტოიმპორტთან სწორედ აპტოსი დამარცხდა ბოლო წუთზე გაშვებული გოლით და სანანი წაგება იყო რა თქმა უნდა მათი გუნდისთვის, მაგრამ ნახოთ გუნდი როგორ გამოამჟღავნებს საკუთარ თავს ბეთლავი მასტერ კაპზე. აქ რა თქმა უნდა თამაშის წესების დარღვევა იყო, ამაზე არავინ დაობს. მაგრამ დააკარგა როგორც ჩანს ბურთი შეტევაში კრისტალბეტმა. აპტოსი იწყებს ორიგ შეტევას. კარგად აპრესინგებს ახლა კრისტალბეთი მოწინააღმდეგეს. მაკარაძეს ჰქონდა მომენტი, მაგრამ მცველებმა მოახერხეს საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთის შორს გამოტანა. კარგი ცრუ მათიაშვილის მხრიდან. მათიაშვილი და მნათობიშვილი ერთმანეთის წინააღმდეგ. ესეთი რითმული შეტევა ჰქონდა. მნათობიშვილმა დაარღვია თამაშის წესები და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. კარგი ცრუ მოძრაობა ჰქონდა ძალიან მათიაშვილს. აპელირებდა იმაზე მნათობიშვილი, რომ თითქოს მათიაშვილმა წაიყოლა მისი ფეხი, ესეც გამოჩნდა გამეორებაზე სხვათა შორის. მაგრამ არბიტრი რა თქმა უნდა ყვითელ ბარათს უკან არ წაიღებს. ჯენიკაშვილი ემზადება ჯარიმის შესასრულებლად. საკმაოდ ძლიერი დარტყმა აქვს ჯენიკაშვილს. დარტყმა პირდაპირ კარის მიმართულებით ძელს ხდება, ბურთი გადარჩა კრისტალბეთი გაშვებულ გოლს. ძიძიგური დაიწყებს საკუთარი გუნდის შეტევას. მათობიშვილის პასი ცენტრში და თომაკარაძე კარგად დატრიალდა. ორი მაკარაძეა კრისტალბეთის შემადგენლობაში, ერთი გუნდის კაპიტანი ზურა მაკარაძე, მეორე კი მათი 10-იანი და თომაკარაძე შემტევი. ჯენიკაშვილის გადაცემა მათიაშვილზე, მათიაშვილის ასევე გადაცემა მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ კარგად გაართვა კრისტალბეთის კაპიტანმა დაკისრებულ მოვალეობას თავი. განმუხტა სიტუაცია. ჯენიკაშვილი შეტევის მარცხენა ფლანგზე. კახაძე კარგი იყო, არ მიცა ჯენიკაშვილს მარტივად წინსვლის საშუალება. დარტყმა თუ შედგება. ნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღო არბიტრმა, როგორც ჩანს ბურთი საბოლოოდ გადავიდა ძიძიგურიდან სეივი მისი შესრულებით. არ მithქვას არბიტრები. არჩილ ნონიკაშვილი და მიხეილ ტერიაშვილი განსჯიან მეოთხე დაპირისპირებას ბეთლავი მასტერ კაპზე. რიგით მეოთხე. ჯენიკაშვილმა მათიაშვილმა გაითამაშეს ერთმანეთში, საბოლოოდ ბურთით დარჩა კრისტალბეთის. სწრაფი კონჩეტევა თუ გამოუვათ, ვეღარ შეძლო კახაძემ წინსვლა, მაგრამ კარგი პასი გააკეთა მაკარაძეზე. იწყებს აპტოსი. ასე თუ ისე მაღალი პრესინგი კრისტალბეთის მხრიდან. რა თქმა უნდა მეკარეზე არ ადიან, მაგრამ მცველებს აწუხებენ. არ აძლევენ მარტივად ცენტრისკენ წინსვლის საშუალებას. თობიშვილი, ქვემოძებნა ზურა მაკარაძე.
მაგარაძემ თავისუფლი მოძებნა ძიძიგური. გადაცემა ცენტრში. კარგად გაათამაშა კრისტალბეტმა საკუთარ ნახევარზე ბურთი, მაგრამ გოლისთვის წინსვლაა საჭირო. და მეტოქის ნახევარზე გადასვლა მინიმუმ. ხელი თამაში აპელირებს მთელი კრისტალბეტი, მაგრამ არბიტრი არ მიიჩნევს სწორად ამ კრიტიკას. დარტყმის საშუალება თუ მიეცემა, ქონდა მომენტი ხომას ურიძეს, მაგრამ არ გამოუვიდა ძლიერი დარტყმა. ავტოსის 22 ნომერს მარტივად დაეუფლა ბურთი ძიგური. შეგახსენებთ უკვე შედგა წვრილები. არესმა, რომელმაც დაამარცხა კოსმო, ითამაშებს ბრენდერის წინააღმდეგ. შაბათს იქნება ეს თამაშები, შეგახსენებთ, შაბათ-კვირას გაიმართება მასტერკაპის ჯერ ბოლო ტური, შემდეგ კი კვირას ფინალური დაპირისპირება. ვნახოთ ჯერ ეს მომენტი, მათიაშვილს აქვს შანსი, ორი კაპიტანი ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიტანა საჯარიმოდან. კრისტალბეთის კაპიტანმა საბოლოოდ ბურთი მივადევნო თვალი ისევ ამ შეტევას, ისევ მათიაშვილზე გადაცემა. აშკარად დახვეწილი აქვს ავტოს მოწინააღმდეგის საჯარიმოში. ბურთები ჩაგდება. ამაზე როგორც ჩანს, ბევრი იმუშავეს ავტოს ფეხბურთელებმა. მათიაშვილი საკმაოდ კარგად გამოიყურება პირველ ტაიმის პირველ ნახევარში. ორი კაპიტანი ბრძოლობდა ბურთისთვის, საბოლოოდ გამარჯვებული ზურა მაკარაძე გამოდგა. მოკლედ არესმა კოსმო დაამარცხა და ითამაშებს ბრენდერის წინააღმდეგ. ფასანაური დამარცხდა თბილისის მერიასთან და შესაბამისად თბილისის მერია ითამაშებს თელავთან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაიმარჯვა ანონიმუსთან და ითამაშებს წყალტუბოს წინააღმდეგ უკვე შაბათს. და ბოლო წვილი, რომელიც უნდა გაირკვეს, ეს არის კრისტალბეტისა და ავტოსის დაპირისპირება, რომელსაც შემდეგ ელოდება ავტოიმპორტი, კავკასიის ავტოიმპორტი. ავტოიმპორტმა, რომელმაც წელს მამის ყველაფერი მოიგო მასტერკაპის გარდა, თბილისის მერიის თასი და ასევე ბეთლავი მასტერლიგა 1. სადმე მონაწილეობა მიიღო ავტოიმპორტმა, ჯერჯერობით ყველაფერი მოიგო. ნახოთ ესეთივე წარმატებით თუ გააგრძელებს გუნდი მასტერკაპსეც მოღვაწეობას. ამ ყველაფერს უკვე შაბათს გავარკვევთ, ამიტომ ძალიან დიდი ინტრიგაა შაბათს. დაახლოებით 60 საათზე დაიწყება. აფიშას აუცილებლად დაიდება როგორც მასტერლიგის გვერდზე, ასევე კარგი მომენტი დარტყმა ხიდაშელის მხრიდან. როგორც ჩანს, ძიგურმა მოიგერია კიდევ ერთხელ ბურთი. მოკლედ შაბათ კვირას დასრულდება საბოლოოდ ბეთლავი მასტერკაპიც. მასტერლიგა დაგემშვიდობებათ რამოდენიმე თვით. ის კი დარტყმა ხიდაშელის მხრიდან, რომელიც საკმაოდ ძლიერი გამოდგა. ნადირაძე მოიგერია ბურთი. მაგრამ როგორც ჩანს, მანამდე მის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები. ჯინიკაშვილმა მალევე გაათამაშა მათიაშვილზე გადაცემა, მაგრამ არ გავიდა ეს პასი, არ გაუშვეს უბრალოდ კრისტალბეთის დამცველებმა. კარგად დატრიალდა დათო მაკარაძე. ნათობიშვილის გადაცემა ხვიაშვილზე ცენტრში, ისევ ნათობიშვილამდე ჩამოვიდა ბურთი. კახაძე ეს გადაცემა არ გავიდა, მაგრამ ბურთით რჩება კრისტალბეთი. უჭირს ასე თუ ისე კრისტალბეთს მაინც მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა, რადგან ავტოსი რიგ შემთხვევებში საკმაოდ კარგად იცავს თავს და ორგანიზებულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მთავარი მწვრთნელი გახლავთ ავტოსის მთავარი მწვრთნელი გახლავთ კახა ტოგონიძე, ეს არ აღმინიშნავს, ასევე კრისტალბეთის მთავარი მწვრთნელი გახლავთ თენგი სულაქველიძე. კახაძე იქია რეხვიაშვილიც. ნახოთ ვინ დაარტყამს, გაითამაშეს, არ დაურტყიათ, ჩაწოდება საჯარიმოს მისამართით. საბოლოოდ ბურთით დარჩება ავტოს. პირველ ტაიმის პირველი ნახევარი რამოდენიმე წამში უკვე ამოიწურება. დარჩენილ წუთში გაარკვევენ გუნდები
ვინ მოახერხებს პირველ ტაიმში გამარჯვებას ან თუნდაც მცდელობას ამის. როგორც ჩინიკაშვილმა დაარღვია საბოლოოდ თამაშის წესები ზურა მაკარაძეზე. წამოვიდა კრისტალბეთის შეტევაში. კარგი შეტევა ვითარდება მარცხენა ფლანგიდან, დარტყმა ძელმა და მეკარემ, ხარიხამ და მეკარემ უბრალოდ ერთდროულად მოიგერიეს ბურთი. მიშკუდიანი ყურადღებით იყო აშკარად ბოლო მომენტში. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კუთხური გაათამაშა კრისტალბეთმა დარტყმა კახაძის მხრიდან. კიდაშელს მოხდა საკმაოდ მტკივნეულად თან. ზურა მაკარაძე არგარისკა რეხვიაშვილი არც მანგარისკა საბოლოოდ ბურთი ჩამოვიდა დიზიგურამდე. ჭკვიანური პასი ნათობიშვილის მხრიდან გადარჩა აპტოსი. კარგი მომენტი შექმნა კრისტალბეთმა. თო მაკარაძე იყო ამ მომენტში შემოქმედი. იწყებს აპტოსი. მარტივად გადმოვიდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე, მაგრამ თითქო შეცდომა დაუშვა ნათობიშვილმა. ბურთი დარჩა აპტოსი. შეტევის მარცხენა ფლანგია დატვირთული. ხიდაშელი უკან მოუწია პასის გაკეთება. ნადირაძე მისევ ხიდაშელი მოძებნა, ხიდაშელმა კი თავის მხრივ მუშკუდიანი. ჩინიკაშვილი არ რისკავს უკან აკეთებს პასს ნადირაძეზე. გადაცემა წინ. არაზუსტი გამოდგა. დარტყმა ჩინიკაშვილს მოხდა პირდაპირ მათიაშვილის დარტყმული. ჩინიკაშვილმა ჩააბრუნა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი აპტოსი ინარჩუნებს. შეტევის შანსი. ჩინიკაშვილი ბურთით. დარტყმა რომელიც მარტივად დაბლოკა რეხვიაშვილმა. კრისტალბეთი კი ვერ წამოვიდა სწრაფკონ შეტევაზე. ზონური დაცვის პრინციპით კრისტალბეთი ჯერჯერობით კარგად იცავს თავს. ვერ მოუძებნა რუხი ხრელები ჯერჯერობით აპტოსმა მოწინააღმდეგეს ისევე როგორც კრისტალბეთმა აპტოს. ჯერჯერობით დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს ორივე გუნდი. საკმაოდ თანაბარი თამაშია შეხვედრის პირველ ტაიმში. გავდა ნამდვილად თამაშის წესების დარღვევა რეხვიაშვილის მხრიდან. კეილიხაშვილზე კერძოდ მათიაშვილი როგორც ჩანს პირდაპირ კარში აპირებს დარტყმას. ნახოთ რას მოახერხებს აპტოსის კაპიტანი. ორკაციანი ცოცხალი კედელი აღმართა ძიძიგურმა. გაითამაშა მათიაშვილმა საჯარიმოს მიმართულებით ჩაწოდება, რომელიც დაბლოკა შკობულიანმა. აჩქარობს ჩინიკაშვილი. უკან აკეთებს გადაცემას. დარტყმა რომელიც დიდი მანძილით აცდა კრისტალბეთის კარს. ბურთის გამოსვლა მოითხოვეს, ახლა არბიტრმა დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა ფეხბურთელებს. საკმაოდ ძლიერი გადაცემა ძიძიგურის მხრიდან ხელით. პირდაპირ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ჩააგდო ბურთი. კაპანაძე შემოვიდა ნომერი 5 აპტოსის რიგებში. ჯერჯერობით ერთადერთი სრულება განახორციელა კახოტოგონიძემ. მაკარაძე წინსვლა ვეღარ შეძლო, რადგან ნადირაძემ დააზღვია ნახევარმცველები. სულს უკან წამოეპარა და განმოხდა სიტუაცია. საკუთარ ნახევარზე კრისტალბეთი შეცდომა დაუშვა
შკუბულიანმა, ნახოთ თუ ისარგებლებს ამ შეცდომით აპტოსი, დარტყმა თუ შედგება, დარტყმა რომელიც მოიგერია. მესხია იყო თუ არ ვცდები, ნომერი 17. რომელსაც ბურთი გამოიტანა ფაქტიურად სარიელი კარიდან და შემდეგ მარტივად დაეუფლა ძიძიკური ბურთს. კარგი მომენტი შექმნა აპტოსმა. ეს ყველაფერი კი დაიწყო კრისტალბეთის შეცდომით. მოდნის ცენტრში. მათიაშვილი კარგია, კარგი გადაცემაც მისი მხრიდან ოდნავ ძლიერი იყო ხომასური ცეზესპას. კარგი პასია, ისევე როგორც ურამაკარიძის მხრიდან შკუბულიანზე. დარტყმა არ შემდგარა, რადგან დაუბლოკეს შკუბულიანს დარტყმა. 4 წუთი შეხვედრის პირველ ტაიმის დასრულებამდე ანგარიშია 0-0. წინა არც ერთი თამაშიდან ფრე არ დაფიქსირებულა შეხვედრის პირველ ტაიმში და არც უпростоრად ნულოვანი ფრი არ დაფიქსირებულა შეხვედრის პირველ ტაიმში და როგორც ჩანს არც ეხლა დაფიქსირდება ნათობიშვილი გატანილი გოლის ავტორი კრისტალბეთის რიგებში. ერთადერთი გოლის ავტორი, ისევე როგორც ერთადერთი ყვითელის ავტორი. ერთადერთი ყვითელიც ნათობიშვილს აქვს კრისტალბეთის რიგებში. მოკლედ ყველაფრით გამოირჩა კრისტალბეთის 4-იანი შეხვედრის პირველ ტაიმში. პასკაკეთება შეიძლებოდა დათო მაკარაძეზე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო აბსოლუტურად ნათობიშვილმა და გახსნა კიდევაც ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში. 1-0 წინ გავიდა კრისტალბეთი. ცოტა ინერტული თამაში რეხვიაშვილის მხრიდან, ბურთი დაიბრუნა კრისტალბეთმა მეტოქის ნახევარზევე და იწყებს მორიგ შეტევას. ჯინიკაშვილმა ნადირაძესთან გაითამაშა დარტყმა, რომელიც დასრულდება კუთხურით. რომელსაც მოაწვის ხომასურიძე. როგორც ჩანს, იქნება მოპირდაპირე ფლანგიდან კუთხური, რომელსაც მოაწვის ჯინიკაშვილი სავარაუდოდ. დიახ, ესეც ხდება. საკმაოდ ძლიერი პასი გამოვიდა ჯინიკაშვილს, თავი თამაში მაინც მოახერხა ხომასურიძემ, მაგრამ ბურთს კარგად ვერ შეუცვალა მიმართულება. პასი კარგი იყო ჯინიკაშვილის მხრიდან. გარისკო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ რა კარგი პასი წამოვიდა შეტევაში კრისტალბეთი. დაჯარიმდა შეტევაში საბოლოოდ შკუბულიანი. დასრული 2 წუთი შეხვედრის პირველ ტაიმის დასრულებამდე. კრისტალბეთი ახერხებს მეტოქის დამარცხებას ანგარიშში 1-0. კაპანაძე წისვლა ვერ მოახერხა ჯერჯერობით აპტოსმა. ეხლა გადავიდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე, მაგრამ არაზუსტი პასით დაკარგეს ბურთი. ისხია მოასწვის აუზს. ნათობიშვილი მოახერხა მაინც საჯარიმოში ბურთის ჩაგდება, დარტყმა თუ შედგება, გადარჩა აპტოსი მეკარე იგერიებს მეორე ფაზა შეტევის. მეორე ფაზა ვეღარ დაიწყო კრისტალბეთმა შეტევის, რადგან ამის აპტოსი წამოვიდა სწრაფკონ შეტევაზე. და შემდეგ შკუბულიანმა მოიგერია ბურთი უბრალოდ უმისამართოდ. ჯინიკაშვილი არ ჩქარობს ჯერჯერობით წინსვლას, დაწყებულია შეხვედრის ბოლო წუთი. ნახევარი წუთი აპტოს იმისთვის, რომ მოახდინოს გარდატეხა შეხვედრის პირველ ტაიმში. სრულ მოძრაობების სერია, რომელიც დასრულდა იმით, რომ ბურთით დარჩა კრისტალბეთი.
შეიცვალა ფლანგი, გადაცემა წინ, მეტობიშმა ვერ მიიღო ბურთი. ნახოთ აპტოს თუ გამოუვა ბოლო შეტევის განხორციელება. ნადირაძემ ჯინიკაშვილი მოძებნა. საჯარიმოს მიმართულებით გადაცემა შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა აპტოსმა და ამით დასრულდება შეხვედრის პირველი ტაიმი, დასრულდება კრისტალბეთის მინიმალური სხვაობით, მინიმალური დასრულდება კრისტალბეთის გამარჯვებით. ანგარიშში 1-0 მინიმალური სხვაობით იმარჯვებს კრისტალბეთი აპტოსის წინააღმდეგ. ჩვენ დაგიბრუნდებით საკმაოდ დაძაბული მეორე ტაიმით. დაგიბრუნდით შეხვედრის მეორე ტაიმით, რომელიც იმართება კრისტალბეთსა და აპტოს შორის. პირველ ტაიმში მოახერხა კრისტალბეთმა აპტოსის დამარცხება მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-0. პირადად მე ვარ საკმაოდ დაძაბული მეორე ტაიმის მოლოდინში, ნახოთ გამიმართლებენ თუ არა იმედებს გუნდები. შეგახსენებთ, დღეს უკვე გაიმართა სამი შეხვედრა, არესმა მოახერხა კოსმოს დამარცხება ანგარიშის 5-3, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკმაოდ მარტივად ასე თუ ისე მოუგო ანონიმუს ანგარიშით 5-1, ხოლო ფასანაური განადგურდა თბილისის მერიასთან ანგარიშით 4-9. პირველი ტაიმი კრისტალბეთსა და აპტოს შორის დასრულდა ანგარიშით 1-0. ნახოთ როგორი მეორე ტაიმი გვექნება. როგორც ჩანს პირდაპირ შეტევაში წავიდა აპტოსი, მაგრამ ანგარიში იქნება უცვლელი. შეგახსენებთ, რომ შაბათ კვირას გაიმართება დასკვნითი ეტაპი ბეთლავი მასტერ კაპის. ეს არ არის ბეთლავი მასტერ ლიგა, ეს არის ბეთლავი მასტერ კაპი, სადაც ოლიმპიური პრინციპით გავარდებიან გუნდები, წაგება იქნება სახში წასვლის ტოლფასი. ხოლო მოგებულები ავტომატურად გააგრძელებენ ბეთლავი მასტერ კაპზე მოღვაწეობას. შესაძგენია ბოლო წყვილი თუ ვინ ითამაშებს თელავის წინააღმდეგ, კრისტალბეთი თუ აპტოსი. ხოლო ეს არის საკითხავი ახლა და არა ყოფნა არ ყოფნა. იგერიებს უმისამართოდ ფაქტიურად ძიძიგური ბურთი. აპტოსმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო შეხვედრის მეორე ტაიმი. ნახოთ, ეს აქტიურობა თუ გამოიღებს შედეგს, საკმაოდ კარგი დარტყმა ნადირაძის მხრიდან, მაგრამ საკმაოდ კარგი სეივით უპასუხა ძიძიგურმა. ჯინიკაშვილი მოახერხა და ერთ ფეხბურთელს გაცდა, მაგრამ პასი აღარ გამოუვიდა. აქ არ უნდა გაარისკოს კრისტალბეთის კაპიტანმა.
ფლანგი შეცვლა, რომელიც დასრულდა იმით, რომ შეტევაში ისევ აპტოსია. ჯინიკაშვილის დარტყმა გაადარჩა კრისტალბეთი. აქ როგორც ჩანს, მცირედი ტრავმა მიიღო ერთადერთი გოლის ავტორმა დღევანდელ შეხვედრაში მნათობიშვილმა. დროა როგორც ჩანს, ექიმია მოედანზე შემოსული, რადგან დრო გაჩერებულია. არა, დრო უნდა გაგრძელდეს, რადგან ექიმი არ არის მოედანზე შემოსული. კრისტალბეთი პარავს თავის დროს, ეხლა თავის თავს. ცვლილება არის, მნათობიშვილი გავიდა მოედნიდან და რეხვიაშვილი დააბრუნდა ძირითად შემადგენლობაში. სწორედ რეხვიაშვილი ბურთით შეცდომა, მაგრამ შკუბულიანმა დააზღვია საკუთარი თანაგუნდელი. მესხია, შკუბულიანი ისევ. კარგად გაითამაშა თანაგუნდელთან დარტყმა თუ შედგება, აპელირებს ახლა შკუბულიანი იმაზე, რომ მიიღო თამაშის დასწრების დარღვევა, როგორც ჩანს დაუკმაყოფილა არბიტრმა ეს მოთხოვნა. არა, როგორც ჩანს იქნება კუთხური. რადგან ასე თუ ისე მაინც კმაყოფილი დარჩა კრისტალბეთი. კუთხურისკენ მიუთითებს ტერიაშვილი. როგორც ჩანს გაათამაშა კუთხური კრისტალბეთმა. შეტევა აღარ გამოუვიდათ, კარგად შეცვალეს ფლანგი შკუბულიანი, კარგად ჩამოიშორა და გაითავისუფლა თავი მეტოქისგან. მესხია, რეხვიაშვილი, კარგი პასია მისი მხრიდან, ჯენიკაშვილი შესანიშნავი იყო ვარდნაში. არ მიცა კახაძეს დარტყმის განხორციელების საშუალება. საკმაოდ აქტიური პირველი 3 წუთი გვაქვს. ავტოს რა თქმა უნდა დასაკარგი არაფერი აქვს, გუნდი აგებს და უნდა წავიდეს რა თქმა უნდა შეტევაში. თავის როგორმე უნდა შეინარჩუნოს ეს უპირატესობა კრისტალბეთმა, ან უნდა გაზარდოს თუ სულ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება მომენტი ქონდა კრისტალბეთს, მაგრამ ვერ გამოიყენეს ავტოსის დაშვებული შეცდომები. სურამ აკარაძე კარგი იყო დარტყმა, რომელიც არაზუსტია. შკუდიანი დაიწყებს. იქ მოწევნა საკუთარი დამცველი. და შეძენ ადირაძეზე, ასევე კაპანაძეს თუ ის მოედანზე იქნება, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. დაცვაში რა თქმა უნდა. შეტევაში მათიაშვილზე და ჯინიკაშვილზე. ამ ორმა ფეხბურთელმა, მათიაშვილმა და ჯინიკაშვილმა უფრო მეტი უნდა იყოს საკუთარ თავზე. თუ სურს რომ ავტოსი გადავიდეს შემდეგ ეტაპს. ნადირაძეს კარგად არის ჩასაფრებული, ნახოთ, ვინ შეასრულებს დარტყმას. ძლიერი დარტყმებით, ძლიერ კუთხურების ჩაწოდებით გამოირჩევა ხოლმე ჯენიკაშვილი, ეხლაც მსგავსი კუთხური მოაწოდა. მორიგი კუთხური, რომელსაც ავტოსი მოაწვის. წოდება დარტყმა, რომელიც არ გამოუვიდა კაპანაძეს. ბილაშვილი ასევე ნომერი 16 შემოვიდა მოედანზე ავტოსის რიგებში. გამოიტანა ავტოსმა საკუთარი ნახევრიდან ბურთი, მაგრამ დროებით გამოვიდა კრისტალბეთის შეტევაში. არც ისე დიდი ძალებით არიან გადასული მეტოქის ნახევარზე. კრისტალბეთის ფეხბურთელები ასე თუ ისე მაინც უფრთხილდება იმ შექმნილ უპირატესობას, რასაც 1-0 ქვია. ფრთხილი ტაქტიკით თამაშობს კრისტალბეთი. მე ესე მომიჩვენა ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს თენგის ულაქველიძე მსგავსი ტაქტიკა აირჩია შეხვედრის მეორე ტაიმში. ისაც რა თქმა უნდა აქვს გამართლება, გუნდი იგებს ანგარიშში 1-0 და ბევრად უფრო ფრთხილები იქნებიან ვიდრე პირველ ტაიმში. პირველ ტაიმი უფრო დაზვერვითი იყო, მეორე ტაიმში უფრო გასწნილი ფეხბურთი შემოგთავაზა ორივე გუნდმა.
ნახოთ ის უფრო გაუმართლებს. რადგან გამართლება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტაიპში, ამაში დარწმუნებულია. მარტივად ეუფლება ბურთს მუშკუდიანი, იქვე მოძებნა ნადირად. წისმოს ვერ ახერხებს ჯერჯერობით აპტოსი, გრძელი გადაცემა წინ. და ეს როგორც ჩანს თამაშის წესები კრისტალბეთის დამცველებმა კელიხაშვილის წინააღმდეგ. ნახოთ გამეორებით ეს მომენტი. რაიმე განსაკუთრებული უხეშობა სიმართლე გითხრათ ვერ შეუნიშნია ამ მომენტში. მაგრამ არბიტრმა ესეთი გადაწყვეტილება მიიღო. დინამიკაში შეიძლება საერთოდ სხვანაირად ჩანდა ეს მომენტი. ნახოთ ვინ შეასრულებს დარტყმას. კაპანაძე, ჯინიკაშვილი, ხომასურიძე. ორმა ფეხბურთელმა გადაურბინა შემდეგ დარტყმა. შედგა კაპანაძის მხრიდან, მაგრამ მოხდა ცოცხალ კედელს. ჩაწოდების მცდელობა ხომასურიძის მხრიდან მარტივად გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან კრისტალბეთმა, მაგრამ მიხვალ სიტუაციაშია მესხია. ორი ფეხბურთელი მის წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ აუტი მოუპოვა საკუთარ გუნდს კრისტალბეთის დამცველმა. შეტევაში ბევრად უფრო მონდომებული იყო კრისტალბეთი პირველ ტაიმში. როგორც ჩანს, გოლმა თავისი გააკეთა და ბევრად უფრო ფრთხილია კრისტალბეთი. მალევე გაათამაშა აპტოსმა და არბიტრმა მიუთითა, რომ უნდა გააგრძელდეს შეხვედრა. ბევრად უფრო უხეშია შეხვედრის მეორე ტაიმის ეს 8-9 წუთი, ვიდრე მთელი პირველი ტაიმი. შეკარად მოიმატა ნერვიულობა, მოიმატა განცდამ, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს წამოვიდეს მეტოქე და გოლი გაგიტანოს. ამიტომ მაღალ პრესინგსაც ხშირ შემთხვევებში უკვე აღარ მიმართავს კრისტალბეთი. ცენტრთან ხვდებიან დაახლოებით მოწინააღმდეგეს და იქ იწყებენ შემდეგ პრესინგს. კარგი იყო ჯინიკაშვილი, ძალიან სწრაფი და ტექნიკურია ის. პასს აკეთებდა ეხლა მათიაშვილზე, საბოლოოდ ბურთით დარჩება კრისტალბეთი. შეცვალა მარსენ მონიკაშვილმა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ტერიაშვილმა, ბურთით დარჩა აპტოს. დარტყმა, რომელიც შეასრულა მათიაშვილმა და დაბრუნდა აპტოსი. ანგარიში გახდა 1-1. ვარდნაში მოახერხა მათიაშვილმა გოლის გატანა. საკმაოდ ტექნიკური გოლით გამოირჩა. აპტოსის კაპიტანი ანგარიში გათანაბდა 1-1, ყველაფერი თავიდან იწყება. ნახოთ ეხლა თუ გამოიჩენს სიფრთხილეს შეტევებში კრისტალბეთი. კარგია მაკარაძე, ორი ფეხბურთელი მის წინააღმდეგ. საბოლოოდ ბურთით დარჩა კრისტალბეთი. მეორე ტაიმის ეკვადორი უკვე გადავიარეთ. არასრული 10 წუთი. ასლა 10 წუთი უნდა გაირკვეს ესეთ გამარჯვებულის ვინაობა. თუ არა გვექნება პენალტების სერია. და ეს ნერვიულობა და მებათაღელვა 1-10-ად მოიმატებს პენალტების სერიაში, ამაში დარწმუნებული ვარ. ნეიტრალურ გულშემატკივრებისთვის აპტოსის გოლი ახლა იყო ჰაერივით საჭირო, რადგან ბევრად უფრო დაიძაბება ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, გავდა რეხიაშვილის მხრიდან თამაშის წესების დარღვევას, ბურთით დარჩება აპტოსი. მალევე გაათამაშეს, როგორც ჩანს, მოსაგებად. წავა აპტოსი.
დარტყმა და მოახერხა გოლის გატანა კელიხაშვილმა. რამოდენიმე წუთში აბსოლუტურად შეიცვალა თამაში. სურათი წინ გადის, აპტოსი ანგარიში ხდება 1-2 კელიხაშვილის გოლით. კარგი ასისტი მიითვალა ამავე დროს მათიაშვილმა. კედით რა კარგად ჩამოიღო ბურთი კელიხაშვილმა და რა კარგი დარტყმის განხორციელება მოახერხა. მცირედი შოკი კრისტალბეტს. ახლა უკვე დიდი ძალებით წავა კრისტალბეტის შეტევაში, ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. დიახ, მინიმუმ 4 ფეხბურთელია ახლა მეტოქის ნახევარზე კრისტალბეტის მხრიდან. რა სიტუაციაშიც იყო აპტოსი, მსგავს სიტუაციაშია ახლა კრისტალბეტი. უფრო დიდ რისკებზე მოუწევს გუნდს წასვლა. მაკარაძე ინარჩუნებს ბურთს, მაგრამ კარგი პრესინგი ძალიან მათიაშვილის, უკაცრავად კელიხაშვილის მხრიდან, ასევე კელიხაშვილსაც დაატოვებინეს ბურთი, პასია საჭირო, მაკარაძე არაკეთებს პასს, მაგრამ ძელს მოარტყა ბურთი. კრისტალბეტის კაპიტანმა გადარჩა ამ ეპიზოდში აპტოსი. ყველაფერი კარგად გააკეთა ზურა მაკარაძემ ამ ეპიზოდში, უბრალოდ არ გაუმართა. კარგად ჩამოიშორა ნადირაძე, დარტყმაც იდეალური გამოუვიდა, მაგრამ უпростоრად იდეალურთან ახლოს იყო მისი დარტყმა, რადგან ძელს მოხდა ბურთი, გოლი არ გასულა. მე იდეალურს ვერ დავარქმევთ ამ დარტყმას. ტრაექტორიაში სულ რამოდენიმე მილიმეტრით არ გაუმართლა ახლა ზურა მაკარაძეს. ჩაწოდება ჯენიკაშვილის მხრიდან არ გადის ეს პასი, მაგრამ მალევე დაიბრუნა ბურთი. აპტოსმა მცირედი არეულობა და შოკი კრისტალბეტის რიგებში, ბურთით რჩება აპტოსი. როგორც ჩანს, ამ შეხვედრის დათმობას აღარ აპირებს აპტოსი, ის რაც დაემართა გუნდს თბილისის მერის თასის ფინალში ავტოიმპორტთან. ბოლო წუთზე გაშვებული გოლით ანგარიში შეგახსენებთ იყო 1-1 და ბოლო წუთზე გაუშვა აპტოსმა გოლი. როცა ამოწურული იყო ფაქტიურად. გამეორებით გვიჩვენებენ ნათობიშვილის გოლს. ეს პირველი გოლი, რომელიც გაიტანა კრისტალბეტმა, შემდეგ 2 გოლით უპასუხა. აპტოსმა განსაკუთრებით უნდა გამოარჩიოთ ეს გოლი მათიაშვილის მხრიდან. შესანიშნავი გოლი. კარგად მოიხერხა, ასე თქვა, თარგმნის შესრულება აპტოსის კაპიტანი. აკი აპტოსის კაპიტანი აკეთებს ასისტს, კელიხაშვილს კი გააქვს გოლი. ვეღარ გადაარჩინა ძიძიგურმა საკუთარი გუნდი. მე კი ვისარგებლებ წუთჩესვენებით, მადლობას გადაუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის მერიას და ფეხბურთის განვითარების ფონდს გაწეული დახმარებისთვის. გეტყვით, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია ბეთლაივი და ჩვენი მედია პარტნიორია ბილაივი. დაბრუნდნენ უკვე გუნდები მოედანზე, არასრული 7 წუთი. გამარჯვებულის ვინაობის გამოსარკვევად. როგორც ჩანს, ძირითად ძროში გადაწყდება ყველაფერი, მაგრამ ამისთვის ჯერ დიდი ნებათა ღელვა უნდა გადაიტანოს როგორც ერთმა, ასევე მეორე გუნდმა. ჯენიკაშვილი მოაწყვის შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კუთხეს. უკვე გაეხსნა ნადირაძე, მაგრამ საჯარიმოს მიმართულებით უпростоრად გააკეთა. გადაცემა ჯენიკაშვილმა და გააკეთა არაზუსტი. წამოვიდა კრისტალბეტის შეტევაში, პასია საჭირო დაგვიანდა ეს პასი. ნუ ბარაც ითხოვდნენ ახლა კრისტალბეტის რიგებიდან, ნუ მესმის აბსოლუტურად შეეძლო პერიაშულს ამ მომენტში მიეცა ყვითელი ბარათი და გაეფრთხილებინა მოწინააღმდეგე, რადგან საკმაოდ სახიფათო შეტევა ჩაშალეს აპტოს ფეხბურთელებმა. პირდაპირ კარის მიმართულებით დარტყმა მესხიას მხრიდან, რომელიც თავადვე მოაწვის კუთხურ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან. ჩაწოდება, უფრო პასი წავიდა საჯარიმოსკენ, ვერ მოახერხა მაკარაძემ. მოეთხოვებინა, შეცდომა დაუშვა, კელიხაშვილს მიუვიდა პირდაპირ ბურთი, ჯენიკაშვილს აღარ დაარტყმევინეს. ძიძიგურმა საკმაოდ ცუდი შეცდომა დაუშვა ამ ეპიზოდში, რაც გოლის პასად ლომის დაუშვდა კრისტალბეტს.
ჯინიკაშვილი როგორც ჩანს ისევ საჯარიმოში აპირებს ბურთის ჩაგდებას. საკმაოდ კარგი პასი მისი მხრიდან დარტყმა და ანგარიში ხდება 3-1 დუბლი მათიაშვილის შესრულებით. ბრავო. ჯინიკაშვილის ასისტი, მათიაშვილის გოლი. კაპიტანმა დუბლის შესრულება მოახერხა დღევანდელ შეხვედრაში. დრო ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა კრისტალბეთისთვის. მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი მონდომება. შეგვიძლია ვისაუბროთ აქ როგორც ზურა მაკარაძის შესწომაზე, ასევე ძიძიგურის შესწომაზე. შესთა როგორც კრისტალბეთის დაცვის ხაზი, ასევე კიპერიც. შანსი კრისტალბეთს. დარტყმა ვეღარ განახორციელეს, სწრაფ შეტევაზე წამოვა ეხლა და შეიძლება ყვითელი ბარათიც მიიღო შკუბულიან, რადგან მოდუხეში იყო ის ამ ეპიზოდში. მაგრამ ყვითელი ბარათებისგან როგორც ჩანს ინდობენ არბიტრები ამ დაპირისპირებაში ფეხბურთელებს. ჯინიკაშვილი 4 წუთი გუნდებს ხოლმე მხოლოდ 4 წუთი. დიდი ნაბიჯი გადადგა ავტოსმა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ჯინიკაშვილზე გადაცემა. ცენტრში იხსნება დარტყმა თუ შედგება კაპანაძის მხრიდან, უფრო პასი იყო მისი მხრიდან გაკეთებული ჯინიკაშვილზე. დარტყმა უბრიანი იქნებოდა ბოლო მომენტში. მაკარაძე არ მიცა წინსვლის საშუალება. ავტოსის 20 ნომერმა. აუცი ნომერი. ავტოსის რიგებში. ახლა დროის გასვლა ავტოსის დისკუსია ასხამს ნამდვილად წყალს. უმისამართო მუშკუდიანის მხრიდან ბურთის მოგერიება მარტივად დაიბრუნა ბურთი კრისტალბეთმა. ძალიან ცოტა დრო რჩება და შეეცდომა რომელიც დაუშვა ზურა მაკარაძემ. გადააბარა ბურთი ავტოს მათსავე ნახევარზე. ბოგველი მივიდა ბურთთან, რა თქმა უნდა არ იჩქარებს ავტოსი, მეტიც გათამაშების შემდეგ ბურთის გაკონტროლებასაც კი შეეცდება, ამაში დარწმუნებული ვარ. შეეცდებიან უფრო სწორად ამაში დარწმუნებული ვარ. საჯარიმოს მიმართულებით ჩაწოდება მარტივად დაეუფლა ბურთს ძიგური, უკეთესი იქნებოდა ალბათ აქცენტი გაეკეთებინათ, როგორც თუ ახსენე ბურთის შენარჩუნებაზე. კრისტალბეთია ისევ შეტევაში. არბიტრმა დააფიქსირა საბოლოო თამაშის წესების დარღვევა. ჰაირივი ჭირდება მინიმუმ 1 გოლი კრისტალბეთს 1 წუთში. თუ 1 წუთში მოახერხეს გოლის გატანა, ბოლო წუთები გვექნება ძალიან დაძაბული. საჯარიმოში ჩაგდება, გადარჩა ეხლა ავტოსი, არეულობა იყო მათსავე საჯარიმოში. როგორც ჩანს არ იქნება კუთხური, მეგონა თუ კუთხურის მოსაწოდებლად მიდიოდა ნათობიშვილი, საბოლოოდ როგორც ჩანს ბურთი შეეღო კრისტალბეთის ერთ-ერთ ფეხბურთელს. რთულ სიტუაციაშია ახლა მესხია. ნათობიშვილმა გამოიტანა ბურთი, მაგრამ ავტოსმა ჩააბრუნა კრისტალბეთის ნახევარზე. წამოვიდა მაკარაძე. ბურთი უნდა აიღოს ხელში. ეური შეცდომა ძალიან კრისტალბეთის მხრიდან. მეორე გოლმა აბსოლუტურად გატეხა კრისტალბეთი. დაღი დაასვა როგორც მათ შეტევებს, ასევე ბურთის ფლობას და მონდომებას, რაც თავარია. ეს სიფრთხილე, რაც გამოიჩინა კრისტალბეთმა, საბოლოოდ ტაქტიკურად არ აღმოჩნდა მომგებიანი. ბურთის კონტროლზე აქცენტი, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს შეხვედრის ბოლო წუთიც. არეულობა ავტოსის ნახევარზე. საჯარიმოში ჩააგდო იქ მაკარაძემ ბურთი, მაგრამ გამოიტანა ავტოსმა საკუთარი საჯარიმოდან.
კარგად მოპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მაგრამ როგორც ჩანს ბურთი გარდასული იყო. მალევე გაათამაშა რეხვიაშვილმა, მესხია წამოვიდა შეტევაში. დარტყმა თუ განხორციელდება, დაიბლოკა. დათო მაკარაძის დარტყმული. შეიძლება თითქოს კრისტალბეთის შეტევის ხაზი. დრო ამოიწურა, შეგასწავლეთ ბურთი როგორც კი დატოვებს მოედნის ფარგლებს, დასრულდება შეხვედრა, სულ გოლის გატანა მოახერხოს კრისტალბეთმა. შეხვედრა მაინც დასრულდება ავტოსის გამარჯვებით. ავტოსის ფეხბურთელმა ბურთი უბრალოდ უნდა გადააგდონ ახლა მოედნის ფარგლებს გარეთ, ესეც იქცევა მათი კაპიტანი მათიაშვილი უნდა სწორედ მათიაშვილია ჩემი აზრით.